ყველა ქალი. ყველა ქალი. ყველა ქალი. ყველა ქალი. ყველა ქალი აღსანიშნავია თავისი უნიკალური გამოცდილებით, ისტორიით, გამძლეობით, ბრძოლის უნარიანობით. თუნდაც იმიტომ, რომ მას აქვს უნარი შექმნას და სხეულით ატაროს სიცოცხლე. ის ამით ხდება უფრო მაგიური და მისტიური და ბრძოლის უნარიანი. მე ვარ ფეხბურთელი ქალი. ჯერა რომ ყველა ქალს აქვს უდიდესი ძალა. ჩვენ შეგვიძლია ყველაფრის გაკეთება, როდესაც ამას მოვინდომებთ და საკუთარ თავს დავაჯერებთ. ქართველი ქალები მით უმეტეს ძალიან ძლიერი ქალები არიან. რომ ამბობენ, რომ ჩემს ნახატში ქალი არის ძალიან ძლიერი და მე მივხვდი, რომ ალბათ ეს სიძლიერე მოდის ზუსტად ჩვენი ქართული საზოგადოების. ანიმაციაც მგონია, რომ ერთ-ერთი ძლიერი იარაღია იმისა, რომ ახალგაზრდებს, პატარა გოგონებს მივცეთ ამისი ცოდნა, რომ ისინი არიან უკვე ძალიან ძლიერები, მათ ყველაფერი შეუძლიათ და არანაირი დაბრკოლება არ იქნება მათ წინაშე, თუ ისინი რაღაცას უბრალოდ გადაწყვეტენ და იტყვიან, რომ აი ამის გაკეთება უნდათ ცხოვრებაში. ამიტომ ვფიქრობ, სხვა გოგონებსაც არ უნდა შეეშინდეთ პირველი ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ ის სივრცე, რაც მათ გარშემო არ არის, თვითონ შექმნან, იმიტომ რომ ეს არა მარტო მათთვის იქნება კარგი, სხვა გოგონებსაც მიცემს ძალიან დიდ ძალას. აი რაც წავიკითხე, რომ ფულადი გზავნილები საქართველოს მუშიპო არის მთლიანი შიდა პროდუქტი. მუშიპოს დაახლოებით 15.90% შეადგენსო და ეს არის ემიგრანტების ხარჯი, ხო? ემიგრანტების გზავნილებზეა საუბარი. მაგრამ აი ამ ციფრების უკან რამდენი დარდი, რამდენი შრომა და რამხელა სიყვარული დგას, იმხელა სიყვარული, რომელიც ციფრებით არ იზომება. გვინდა ისეთი გარემო, სადაც თანაბარი წვდომა გვექნება განათლებაზე, კარიერულ წინსვლაზე, უსაფრთხოებაზე, თვითგამოხატვაზე, სადაც ჩვენი ხმა, ჩვენი ძალა, ჩვენი შესაძლებლობები და უფლებები იქნება არა მხოლოდ აღიარებული, არამედ დაფასებული.